კოთ ჩვენ სტუმართან, ფანტასტიკურ ადამიანთან და პროფესიონალთან, ფსიქიატრთან, გუგა სიხარულიძესთან. მოგესალმებით. კარგია, მოკლედ ამ საკითხთან დაკავშირებით რომ უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ მგონია რომ ყველას აინტერესებს. პირველ რიგში თქვენგან რომ მოვისმინოთ, რაცა ჩვენ კი გვაქვს ჩვენი შეხედულება არაპროფესიონალური, თქვათ რა არის ადიქცია, ან რაზე შეიძლება ვიყოთ დამოკიდებულები, მაგრამ აი თქვენ გითხარით მაგალითად კონკრეტულად რას ნიშნავს და აი რამდენი სახეობის, ალბათ ძალიან ბევრი, მაგრამ მაინც აი რამდენი სახეობის ადიქცია არსებობს. ხო, ადიქცია ზოგადად პირველ რიგში ასოცირდება ხოლმე ალკოჰოლთან ან ნარკოტიკებთან, თუმცა ადიქცია ამ სიტყვის თარგმანიც რო ვიყოთ, გულისხმობს დამოკიდებულება ძალიან ბევრი რაღაცის მიმართ და ეს დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ ეს არის ჭარბი ზედმეტი, ანუ პათოლოგიურ რეგისტრში დამოკიდებულება. ადიქცია შეგვიძლია ესე დავახასიათოთ და განმარტოთ, ანუ რა არის რაღაცის კეთება ინტენსიურად, ხშირად, არა. ადიქციას აქვს თავისი კრიტერიუმები, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ამას ვთქვათ, რომ ეს აი ამ რეგისტრში, ანუ უკვე პათოლოგიის რეგისტრშია გამოვლინი, ეს არის უკვე რაღაცის კომპულსიურად კეთება. ამ შემთხვევაში ასევე უნდა განმარტოთ რა არის, ეს არის ძლიერი დაუძლეველი სურვილი რაღაცის აკვიატებულად რაღაც კეთება, როდესაც ეს სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ სურსო წინააღმდეგობა გაუწიოს და რაღაც არ გააკეთოს, მას ეს ალძალობს და არ შეუძლია. ამიტომ თავისდაუნებურად ერთი და იგივეს აკეთებს. ამ შემთხვევაში უკვე შევსაუბრობთ, რომ არის ჩამოყალიბებული ადიქცია და ეს არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელებული პრობლემა ზოგადად ფსიქიკურ ფენომენებს შორის და ძალიან სერიოზულ ჩარევას და ყურადღებას საჭიროებს. და როგორ შეიძლება ამოვიცნოთ, თქვათ და როგორ გადადის, თქვათ, აი რაღაცას ვაკეთებ ხშირად. მაგრამ ეს იმდენად შეიძლება იმდენად ხშირადაც არ ვაკეთებ, რომ ამას დაერქვას ადიქცია. იცი არის თან, ანუ აი მაგალითად ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, თამაშზე დამოკიდებულება, ეს რაღაცნაირად თვითონ დამოკიდებულისთვისაც ახსაქმელია რა და აღიქვამს ამას, რომ რაღაცაზე დამოკიდებულია, მოიხმარს რაღაცას ან თამაშობს ან ასე შემდეგ, მაგრამ აი ისეთი სახეობის ხო ადიქციები, რომელიც შეიძლება რომ მეც ვიყო დამოკიდებული მათ შორის, აი როგორ უნდა ამოვიცნო, როგორ უნდა მივხვდე? ხო, აი როგორც განმარტე, ანუ მოდი ჯერ ჩამოვთვალოთ რა ტიპის ადიქციები შეიძლება იყოს, ანუ ნებისმიერ ნარკოტიკული თუ ფსიქოტროპული საშუალებები ეს გასაგებია. მეორე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ცალკე ჯგუფია, ეს არის ალკოჰოლი, შეიძლება იყოს კოფეინი, ეს შეიძლება იყოს ნიკოტინი და ეს შეიძლება იყოს მაგალითად კვებითი ადიქცია, როდესაც ადამიანი ანუ ეს კომპულსიურად ჭარბად ჭამს და ვერ აკონტროლებს კვებით პროცესს, ეს ძირითადად უფრო ნახშირწყლებს, ტკბილს და ასე ვთქვათ, ნახშირწყლების შემცველ მდიდარ საკვებს ახასიათებთ ხოლმე ადიქცია, ასევე შეიძლება იყოს რაღაცა ქმედები, როგორც არის მაგალითად ონიომანია და ერთხელ ჰქონდა თქვენთან ამაზე გადაცემა, ძალიან საინტერესოა, ეს არის პათოლოგიური, კომპულსიური, ჭარბი, ანუ ყიდვის დაუძლეველი სურვილი, როდესაც ადამიანები ხშირად უბრალოდ ყიდულობენ ნივთებს, რომლებიც არ ჭირდებოდეს, ან შეიძინოს ის ნივთი და იყიდოს და იმის მე საერთოდ არც გახსნას და არც აინტერესებდეს. ასევე ძალიან საინტერესოა და ეს ინტერნეტის განვითარების და სოციალური ქსელების ეს არის doomscrolling-ი, როდესაც ადამიანი ვთქვათ ინფორმაციას, ასე ვთქვათ, სკროლავს ტელეფონში ან კომპიუტერში არ აქვს მნიშვნელოვანი, აი ესე პათოლოგიურად ანუ კომპულსიურად. ეს უნდა აუხსნათ მე მგონი, თორე აქ ყველას გვეგონება რომ ადიქტურები ვართ სკროლინგზე. აი როგორც გავმარტე, ანუ ზუსტად პათოლოგიურობა არის მაშინ, როდესაც ჩვენ მისი კონტროლი არ შეგვიძლია. პირობითად ვართ, მოდი ავიღოთ, კარგი მაგალითია doomscrolling-ი, ანუ როდესაც ვართ ისეთ გარემოში, სადაც ვთქვათ მეგობრებთან ან რაღაცა საქმეზე, სადაც რაღაცა უფრო წესით უფრო პრიორიტეტულია და არ უნდა ვსკროლავდე და ხაი არ გადასარევი სივრცეა სოციალიზაციისთვის პირობითად უკვე ისედაც არ დაგჭირდეს სოციალიზაციის თუ მიიღო სიამოვნება გაერთო ან რაღაც საქმეზე ხარ, სადაც ყურადღების კონცენტრაცია მაქსიმალური გჭირდება, რომ თქვა რაღაც შეხვედრა ან ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს კომპულსიური რაღაცა ძალა გვიბიძგებს, რომ ავიღოთ ისევ ტელეფონი და დავიწყოთ. თუმცა
ამის საჭიროება არ არის. აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ იცით რა, ჩვენ შეიძლება ვიყოთ ამ სიტუაციაში, მაგრამ საჭიროება ქონდეს, რომ რაღაცა ვნახოთ. თუნდაც სამსახურებრივად არ რაღაც ძალიან გვაინტერესებს. ეს სხვა რაღაცაა და იმ შემთხვევაში თქვათ რაღაცა პროტოკოლიც კი დავარღვიოთ და თქვათ რაღაცა მოვძებნოთ ან დავსკროლოთ. ამას არ ეხება. ეს არის იმ შემთხვევაში, როდესაც სრულიად არასაჭირო ინფორმაციას, სრულიად ასე თქვათ არაადეკვატურ სიტუაციაში ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და მაინც ასე თქვათ სკროლად და სკროლად. ნუ ჟურნალისტები მე მგონი ბუნებრივად გამოდივართ ადიქტურები, იმიტომ რომ ჩვენი პროფესიასთან პირდაპირ კავშირშია ისეთი ინფორმაციების ხო გამოხშირვა პირობითად ბევრი სისულელე შეიძლება შემოხდეს, მაგრამ კი, მაგრამ ეხლა ბატონი გუგარაძე საუბრობს ახლა აი მე და შენც ახლა ერთად რომ ვისხდეთ და რაღაცაზე საუბრობდეთ ახლა უცებ ტელეფონს არ ამოვიღებ და სკროლას არ დავიწყებ. თუ რაღაცა არ მაქვს მოსაძებნიან, არ მაინტერესებს. ანუ უბრალო ის არ იქნება ეს და შესაბამისად მგონი არ ვიცი დავფიქრდები კარგად ადიქტურია რო არ ამაზე, მაგრამ აი განკურნების გზები რა არის, ვთქვათ? განსხვავდება ალბათ გააჩნია ადიქციას. ანუ მექანიზმი ყველა ადიქციის შემთხვევაში პრინციპული მექანიზმი არის ერთი და იგივე და სხვა შორის აქვს ძალიან მაღალი გენეტიკური მსაობა და განწყობა, ანუ ითვლება, რომ სადღაც 40-დან 60%-მდე ნებისმიერი ადიქციის შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ანუ გენეტიკური ფაქტორები და მერე ემატება ამას ეპიგენეტიკური ან სხვა სოციალური და ასე ვთქვათ სხვა ფაქტორები. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, ამიტომ შესაძლებელია. რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო რთულია მასთან ბრძოლა თუ არა, ეს უფრო რთულს არ ნიშნავს, უბრალოდ ეს გარკვეულწილად ასე ვთქვათ მიანიშნებს მექანიზმებზე და ხსნის მექანიზმებს რა და როგორ ვითარდება. და ასეთ შემთხვევაში ძალიან ხშირია ხოლმე, რომ შეიძლება ერთი ტიპის ადიქცია მოხსნა, უფრო სწორად აღარ იყოს აღმოფხვრა, მაგრამ ჩანაცვლოს მეორე ტიპის ადიქციით. ანუ თვითონ მექანიზმი ისევ დარჩეს, უბრალოდ შეიცვალოს შინაარსი. თუმცა მიუხედავად ამ საერთო ნიშნებისა, რაც ადიქციას ახასიათებს, არის რაღაცა განმასხვავებელი ნიშნები, სპეციფიურია, მაგალითად, გარკვეულ როდესაც ქიმიურ ნივთიერებებზე საუბრობთ, იქ თითო ქიმიურ ნივთიერებებში აქვს თავისი პათომორფოზი, ანუ გარკვეული ცვლილება. ანუ აქ არის თქვათ პირობითად სტიმულატორებზე თუ ოპიატებზე დამოკიდებულება, ანუ თვითონ სტიმულატორების ან ოპიატების ქიმიური ორგანიზმზე სრულიად განსხვავებული მოქმედების გამო უკვე თავისი განსხვავებულობები შეაქვთ ამ ადიქციაში. ანუ არის რაღაცა საერთო ერთი მექანიზმი, ანუ ადიქციის და უკვე იმის და მიხედვით თუ რაზე ვართ, რაზე ადამიანი დამოკიდებული, შეიძლება იყოს ძალიან განსხვავებული. კუთხითაც მე სხვანაირი არის, თვითონ ანუ რაღაც ორგანიზმის მზაობა, მაგალითად, ვინც ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებული ან სხვა რაღაცაზე, მაგრამ პრინციპი ყველასთვის ერთნაირია, იმიტომ რომ დამოკიდებულება, ხო, აი როგორც თქვენ თქვით, შეიძლება რაღაც დღეს ამაზე ვიყო დამოკიდებული, ეს პრობლემა მოიხსნა და სხვა რაღაცაზე, ანუ სხვა შინაგანი პრობლემა. თვითონ ადიქცია მე მგონი რაღაც როგორც განყენებული ამბავია, ხო? ამბავია და აქ არის ერთი მექანიზმი მუშაობს, ანუ ეს არის ასე ვთქვათ ნეიროფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური ერთობლივი მექანიზმი, ეს არის დაჯილდოების ფენომენი, ასე ითარგმნება პირდაპირ თარგმნად, რომელიც ტვინის ძალიან საინტერესო უბნებში ვითარდება, ეს არის ძირითადად ჩუფლის წირი და ლიმბური სისტემა და ძალიან ბევრი ტვინის სტრუქტურა აქვს ჩართული, როდესაც ასე ვთქვათ ადამიანი ტვინი იღებს რაღაცა ჯილდოს და დიდ სიამოვნებას ამ კომპულსიური ქმედების განხორციელების შედეგად. და მის გარეშე გარკვეულწილად შიმშილი და სერიოზული დეფიციტის განცდა და მუდმივად საჭიროებს ამ სტიმულს, რომ რაღაცნაირად შენარჩუნებული და დაკმაყოფილებული იყოს ის. აი ეს მაგალითად ნივთიერებებთან მიმართებაში ცოტა არანარკოტიკული ნივთიერება რო ავიღოთ, მაგალითად მარტივი სტიმულაციური ნივთიერება, კოფეინი, ხო, რომელსაც ჩვენ ძირითადად ჩაის აყავის სახით ვიღებთ, ან მაგალითად ნიკოტინი, თქვა სიგარეტთან მიმართებაში ეს ყველაზე ნათელ მაგალითად გამოდგება იმის, როდესაც ჩვენ ადამიანი კოფეინზე არის დამოკიდებული, აი არ მიიღებს თუ არა რაღაცა პერიოდი გავა თუ არა და ორგანიზმზე კოფეინზე მოქმედება გამოდის თუ არა, მაშინ მე ვითარდება საშინელი დისკომფორტი და ძალიან ძლიერ ფსიქოლოგიური ამბავი არ არის, ეს არის რაღაცნაირად ნივთიერებაზე, კონკრეტულ ნივთიერებაზე დამოკიდებულება, ხო? ზოგადად ფსიქოლოგიას ჩვენ რაღაც ყოველთვის განვიხილავთ არამატერიალიზებულ აბსტრაქტულ ცნებად. არა და ფსიქოსომატური უფროა, ხო?
თვითონ ფსიქოლოგიის საფუძვით, ანუ ჩვენ ფსიქიკას ხო აქვს თავისი მატერიალური საფუძველი, ანუ ორგანოს დონეზე, ეს არის ტვინი. და ტვინი არის ჩვეულებრივი, ანუ მატერიალური სხეული, რომელშიც პროცესები ვითარდება, ანუ ფიზიოლოგიურად და გარკვეული ქიმიური პროცესების შედეგად, ხო? ანუ შესაბამისად ნებისმიერ ჩვენ ფსიქიკას, რასაც ვაკეთებთ, თუნდაც ეხლა რომ საუბრობთ ვისინით, ტირით, გვიხარია, ან თუნდაც აქ საუბრობთ ადიქციაზე და დამოკიდებულებაზე, ამას ტვინში გააჩნია კონკრეტული ქიმიური პროცესები. ანუ ეს არის კავშირში, ესე რაღაცა აბსტრაქტული, არამატერიალური მოვლენა და ფენომენი ეს არ არის. ისე მკურნალობას რო დაუბრუნდეთ, აი მკურნალობის სახე და ტიპი მაინტერესებს, ანუ ალბათ განსხვავდება თერაპიული სახე, შეიძლება ლაპარაკით, არ ვიცი, შეიძლება ასე იყოს და შეიძლება მედიკამენტოზური და ფარმაკოლოგია როდესაც შემოდის და საჭიროა ვთქვათ რაღაცა. წამყვანი მაინც ადიქციის შემთხვევაში უფრო არის მედიკამენტოზური თერაპია, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით როცა ეხება ყველა შემთხვევაში პრინციპში დიახ. ანუ ნებით სკროლინგზე რო ვიყო დამოკიდებული და რო განვიკურნო, იცით რა, სკროლინგსაც ანუ დამოკიდებულება და რაღაცა დიაგნოზის დასმა, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მარტო სწორი პოზიცია, რომელთაც შეიძლება თუნდაც მკურნალმა ადამიანმა, ექიმმა, ფსიქოთერაპევტმა იხელმძღვანელოს. ანუ თავარი არის ეს პრობლემა, რამდენად ადამიანს უშლის ხელს, რომ მას სრულფასოვნად იფუნქციონიროს, ან რამდენად უქმნის ეს დისკომფორტს. ანუ მის ფსიქოლოგიურ სტაბილურობას რამდენად არღვევს, გესმით? იმიტომ რომ შეიძლება ერთი შეხედვით ორ ადამიანს გაუზომოთ რაღაცა მაგალითად ობიექტური ტესტით და დაახლოებით ერთი ტიპის დარღვევა ქონდეს, თქვათ სიმძიმის დამოკიდებულება, თუნდაც თქვათ სკროლინგი ავიღოთ, მაგრამ ერთ შემთხვევაში ეს უფრო მეტ დისკომფორტს, დისოციაციას, დისჰარმონიას, ან რაღაცა სოციალურ სირთულეებს შეიძლება ეწოდოს და მეორე შემთხვევაში ნაკლებს. ამიტომ მედიცინის როლი და დახმარების როლი ამ შემთხვევაში განისაზღვრება, რამდენად ჭირდება, რამდენად უშლის ეს ადამიანს ხელს და რა ტიპის და რა სიძლიერის დახმარება ჭირდება, რომ თავში ჰარმონია და ბალანსი დაიბრუნოს. ამიტომ სწორი ორიენტირება უფრო ამაზე უნდა გაკეთდეს ხომა წესი და არა უბრალოდ ფურცელზე დაწერილი მშრალი დიაგნოზი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი დიაგნოზი არის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი პირობა, რომ ადამიანს ჩაუტარდეს სწორი მკურნალობა, მაგრამ ყველა ინდივიდი, სხვადასხვა ინდივიდის შემთხვევაში ეს არ არის გადამწყვეტი და ამიტომაც არის ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელი და გასათვალისწინებელი. აი, ბატონო გუგა, თუ არის რაიმე ადიქციის რაიმე ტიპი, რომელიც მხოლოდ ერთ სქესშია გავრცელებული, აი მაგალითად მხოლოდ მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი, ან მხოლოდ ქალებისთვის? არა, მაგრამ არსებობს, ანუ მთლიანად 800% მხოლოდ და მხოლოდ ერთი სქესისთვის იყოს დამახასიათებელი, ეს ერთი არ არის, მაგრამ იგივე როდესაც ჩვენ საუბრობთ ონიომანიაზე, ანუ ასე ვთქვათ, პათოლოგიური ყიდის დიახ, სტატისტიკურად ქალებში ეს გაცილებით უფრო ხშირად არის, ანუ ხშირად ვლინდება. ხო, რა თქმა უნდა, ხო, ხო, სტატისტიკურად ვუხვდებით ალბათ ყველა, რომ არის რაღაცები, რაც მამაკაცებში უფრო მეტია და ასე შემდეგ. აი ბავშვების ნაწილში, სკროლინგზე ალბათ შეიძლება იყოს მიჯაჭვული ბავშვი და დამოკიდებული, სხვა თუ არის რაიმე ისეთი ადიქცია, რაც შეიძლება როგორ უნდა გამოვავლინოთ ბავშვებში. შესაძლებელია, რომ ბავშვებშიც იყოს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ კომპულსიაზე და კომპულსიური ქცევის მექანიზმზე, კომპულსია ეს ასე ვთქვათ განიხილება ერთიანად გარკვეულად ობსესიასთან მიმართებაში და ობსესია და კომპულსია არის ფენომენები, რომლებიც ძალიან ადრეული ასაკიდან შესაძლებელია რომ გამოვლინდეს. ანუ ადრეული ბავშვობიდან შეიძლება 5-6-7 წლიდანაც გამოვლინდეს, ამიტომ ბუნებრივია ხა მაგ ასაკში აქვს ჩვენ ნარკოტიკებზე, კოფეინზე და შემდეგ დამოკიდებულებებზე არ საუბრობთ ხო, მაგრამ ერთ შეხედვით შესაძლებელია იყოს ესეთი გამოხატული ადიქციის ნიშნები. თუნდაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე გარდატეხის ასაკში, თქვათ იგივე კომპიუტერთან, სოციალურ ქსელებთან დამოკიდებულებაზე და ასე ვიდეო თამაშები და ასე შემდეგ. ვიდეო თამაშები ხო ეწეღან ჩამორთვა იმ ჩამონათვალში, ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულება კიდე ცალკეა გამოყოფილი, ცალკე ჯგუფია, როდესაც აი ვიდეო თამაშებზე დამოკიდებული. ეხლა წამოიწია ბოლო წლები ალბათ ამ ყველაფერმა და როგორ შეიცვალა რაღაცა თაობების სულასთან ერთად თითქოს დაემატა რაღაცა ადიქციები ალბათ. მე რაღაცა 1-2 წელი მქონდა ეს ვიდეო თამაშების ზუსტად იმ პერიოდში, იმის თინეიჯერობის ასაკში და მე რაღაცნაირად გადავიდა.
ეტყობა რა არსებობს ადიქციები, რომელიც რაღაც ასაკობრივია მარტო და არ ხარ შეიძლება კი ბატონო. ხო, შეიძლება ეს არ იყო ბოლომდე ადიქცია, ხა ძალიან გამჭირდება კონკრეტული თქვენი შემთხვევისას ორი სიტყვით რა თქვა მზე ანალიზ გაკეთება, შეიძლება რაღაცა ჩანაცვლეს რაღაცა კარგი პოზიტიური სტიმულებით, რომელიც მე ჩვენ სიამოვნებას გვაძლევს. ანუ ჩვენთვის მუდმივად ჭირდება რაღაცა სიამოვნების მიღება, რაღაცა მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ის ზუსტად ჩვენ როცა საუბრობთ ადიქციის კუნალობა, ის აქ არ არის საუბარი მარტო ქიმიური პრეპარატებით ან მედიკამენტებით, ამ შემთხვევაში კუნალობაზე აქ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე და არა მარტო სუფთა ფსიქოთერაპიაზე, არამედ უმნიშვნელოვანესია სოციალური რეაბილიტაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება რაღაცა პირობითად შავი ლაქა ჩვენი ფსიქიკიდან ამოვიღოთ, თქვათ ფსიქოთერაპიით ან მედიკამენტით, მაგრამ იქ დარჩება სიცარიელე და იმ სიცარიელეს ჭირდება შევსება. ამიტომ სწორი სოციალური რეაბილიტაცია, რაღაცა ცხოვრების წესში, რაღაცა სიახლეების შემოტანა, რომლებიც აი ამ არასწორ ბრჭყალებში პოზიტიურ სტიმულებს ჩაანაცვლებენ უკვე სწორი პოზიტიური სტიმულებით და ჩვენ მივიღებთ და ჩვენი ტვინი ამით დაკმაყოფილდება და მიიღებს სიამოვნებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადიქცია ყველა შემთხვევაში უარყოფითად განიხილება? დიახ, ადიქცია უკვე ნიშნავს, იმიტომ რომ ეს არის დამოკიდებულება არაკონტროლირებადი კომპულსიური ქმედება, რომელიც ჩვენი კონტროლიდან არის გასული. შესაბამისად, როდესაც რაღაც არის ჭარბად არაკონტროლირებადი ადამიანის მიერ, ანუ ბუნებრივია ის არ შეიძლება განხილული იყოს, რომ ეს არის პოზიტიური ფენომენი. თუმცა რამდენად მკვეთრად არის გამოხატული ან რა ტიპის არის ეს ადიქცია, პირობითად რო შევადაროთ, ხა ნარკოტიკზე დამოკიდებულება და ვთქვათ იგივე დუმსკროლინგი ხო, შეიძლება ერთი ძალით იყოს ორივეს დამოკიდებულება, მაგრამ ნარკოტიკის გამოყენებული ზიანი საერთო ჯამში რო გაცილებით მეტი იქნება ვიდრე აი ამ დუმსკროლინგით, გასაგებია. მე რა მაინტერესებს იცით, აი ჩემი პირადი გამოცდილებიდან, აი თუნდაც ნიკოტინის მოხმარებაზე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩემთვის უპასუხია ადამიანს, რომ ეს არის მისი პირადი არჩევანი და არა ადიქცია. დიახ. აი სად გადის მან ზღვარი, ეგ არის საინტერესო. ხო, ანუ ჩვენ ახლა სხვა პლასში გავდივართ, ჩვენ საუბრობდით ახლა სამედიცინო სიფრთხეში და სამედიცინო კუთხით და ჩვენ ახლა გავდივართ უკვე ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, არა, ცხადია რომ ისი ყველაფერი ადამიანის უფლებაა და რაც უნდა გააკეთოს, მაგრამ ეს რამდენად მას ცხოვრების ხარისხის კარგად შენარჩუნებაში ხელს უწყობს თუ ხელს უშლის, ეს არის მთავარი, თორე ბუნებრივია მისი არჩევანია, შეიძლება ადამიანმა ადიქციის მიღმა უამრავი არასწორი რაღაც გააკეთოს. ანუ ადიქცია შეიძლება აირჩიო და გადაწყვიტო, რომ მე მინდა რომ აი ამაზე ვიყო დამოკიდებული. არა, არ მგონია რომ ჩვენ ასე ვთქვათ ადიქციას ვირჩევდეთ, მე მგონია. ხო, ანუ ადიქცია არჩევანი არ გამოდის. შენ ახლა საუბრობ თამბაქოს მოწევის ნაწილში, მხოლოდ და მოდი აი ნახე არ ვიცი უნდა ვთქვა თუ არა ეთერში, მაგრამ მეც მქონია, მაგრამ მე მგონი არ არის პრობლემა. აი რაღაცა ზღვარზე ვყოფილ ვარ, მქონია პერიოდებიც, როცა რაღაცა დიდი ხნის განმავლობაში არ მიმიღია ნიკოტინი საერთოდ და ასე შემდეგ, მაგრამ აი სადღაც აი რა მოხდა რა, ანუ აი მინდა და ჩემი არჩევანი და ვიზამ. მაგრამ ანუ მანდ ხა შენ რასაც კითხულობ ადიქციასა და ჩემ არჩევანს შორის, ანუ ეს ზღვარის გავლება ძალიან რთულია, იმიტომ რომ მე ვიცი რა ხა ადიქციაა ეს. ხო. მაგრამ შემიძლია რომ იმას ვქნა, რა ქვია, დავასრულო მოკლედ ეს ჩემი ადიქტურობა. მე ბატონო გუგამუნდა მითხრა, რამდენად სამედიცინო ამბავში ვარ თუ არა ნამდვილად და აი ძალიან საინტერესო კითხვა იყო და მე მინდა ისევ ამას დავუბრუნდე, ანუ რამდენად ჩვენ ვირჩევთ ადიქციას, ანუ პირობითად ჩვენი არჩევანია, რომ თქვათ კოფეინზე ხდებით დამოკიდებული თუ თქვათ ნიკოტინზე თუ თქვათ ალკოჰოლზე და ასე შემდეგ, ალბათ არა. ჩვენ არ ვირჩევთ ამას. ანუ ის პრობლემა, ის დისკომფორტი, რაღაცა რაც ჩვენში არის, ალბათ ის უფრო გვარჩევინებს და იგივე ნარკოტიკს ჩვენ ერთით სახელს უწოდებთ, თუმცა ნარკოტიკულ საშუალებებში არის ჯგუფები და აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული მოქმედება აქვთ და ზუსტად ჩვენი ფსიქიკის არასტაბილურობის პრობლემის ტიპიდან გამომდინარე ხშირად ხდებით ამათივე ნარკოტიკზე დამოკიდებული, ხო? მაგალითად ოპიატებს აქვს უფრო
დამამშვიდებელი მოქმედება შესაბამისად ადამიანი ოპიატისკენ მიდრეკილი ხდება მაშინ როდესაც ძირითადად აწუხებს ფოთვა დაძაბულობა გამღიზიანებლობა აგრესიულობა ემოციების კონტროლის მაგრამ ვიღაცა შეიძლება ამფეტამინს იღებდეს და დიახ ვიღაცა შეიძლება იღებდეს სტიმულატორებს ანუ აქ საუბარი MDMA ამფეტამინი და ასე შემდეგ ადამიანი რომელიც პირიქით არა უფრო ფოთვა და გამღიზიანებლობა და დაძაბულობა აწუხებს არამედ პირიქით უფრო უხალისობა ენერგიის ნაკლებობა ან თქვა რაღაცა სოციალური ურთიერთობის სირთულეები რომლებსაც ეს მიღებული ქიმიური ნივთიერება ზოგჯერ წამებში წყალებში დროებით აგვარებს მაგრამ მე ზუსტად ეს არის ადიქციის მთელი ასე ვთქვათ სივერაგე რომ ის თითქოს დროებით რაღაცა საკითხს აგვარებს რაღაცა დისკომფორტს იქნევს ძალიან მძიმედ მაგრამ მე მძიმე შედეგებამდე მიდიხარ ბავშვ ბევრი მაგალითი გვაქვს მით უმეტეს ჩვენ როდესაც საუბრობდით დაჯილდოების ფენომენზე აქ არის საუბარი რომ ანუ რატო ეს ჭაობი ნებისმიერ ადიქცია რატოა ჭაობი რომ ის რაოდენობა სიამოვნების რომელსაც ესა თუ ის ადიქცია ქიმიური ნივთიერება თუ არ არის ქიმიური ნივთიერება დღეს რაღაცა დოზით პირობითად n რაოდენობით გვაკმაყოფილებ და გარკვეული პერიოდის მერე ეს ხდება 2n 3n და ანუ არ მთავრდება ეს არასდროს არ მთავრდება ორგანიზმი ეჩვევა მე დიახ ეჩვევა და ის რაოდენობა ვთქვათ რასაც სიამოვნებას იღებდი და გვაკმაყოფილებ და მე ვეღარ იზრდება გამუდმებით იზრდება და იზრდება როგორც ნივთიერებასთან მიმართებაში ისე არანივთიერებასთან მიმართებაში ანუ ადამიანი რომელიც იღებს სტიმულატორებით სიამოვნებას მისი სიამოვნების ღურბლი თანდათან ძალიან იწევს და მე პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ამ ადამიანმა ჩვეულებრივ ყოფით სიტუაციაში რაიმე გარემოებიდან მიიღოს და განიცადოს იმ ტიპის სიამოვნება რომელიც თქვათ ვერიღებს განსხვავებით თქვათ იმ ნარკოტიკულ თრობისგან გაცილებით დიდია ეს სიამოვნება. ეხლა ბოლოსკენ უნდა წავიდეთ მოკლედ ამით ერთმა და მინდა რომ აი ეს კითხვა გკითხოთ აი რაც გახსენდებათ ეხლა თქვენ დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი რამე შეიძლება მოგივიდეთ თავში მაგრამ აი ყველაზე უცნაური ადიქცია რა შეიძლება ჩავთვალოთ ან აი თქვენ რას თulit აი უცნაურობად და იშვიათი ხა ძალიან გამიჭირდება აი ძალიან ბევრი რაღაც ადამიანის ფანტაზიაზე უცბად ვერ ვაფიქრდება ძალიან გასხვავებული რაღაცა აი თქვენ შეხში თქვენ გამოცდილებიდან აი რა გქონიათ რამე ისეთი რომ გაგიკვირდათ ანუ აი იშვიათად მაშინ ახლა უცნაურს ნუ და ბოლომდელი კითხვა ძალიან ეს ადიქციის მე მგონი უნდა დაფიქრდეთ და მე ადამიანის ფანტაზია იმდენად დიდია რომ აი ძალიან უცნაური რაღაცები შესაძლებელია იყოს ნიცა დავფიქრდეთ ყველა მართლა იცი როგორი რამდენი ხანი ხა რაც საუბრობთ თან რაღაც მეორე ფონად ეგ მაქვს რომ აი რაზე შეიძლება გავხდე დამოკიდებული ამბაქოს მე ვთქვათ უცნაური არ არის ნამდვილად განსაკუთრებით სამეგრელოში სადაც მე გავიზარდე მაგრამ ნუ წიწაკაზე მაქვს ადიქცია და ეს არ ვაპირებ რომ ამას ვებრძოლო არ არის არჩევანია ეს არის ნამდვილად ჩემი არჩევანი ამ შემთხვევაში ხო სხვანაირად ვისაუბროთ მე მაგას გენეტიკური ფაქტორებით არის ხო ეს მარტო თქვენი არჩევანი არა ჩემი არჩევანიც არ არის მამა ჩემიც ბაბუა ჩემიც გაიძულეს ფაქტორი მოხდა კი ბატონო მე მგონი ძალიან საინტერესო იყო ამ მიმართულებით საუბარი და მგონია რომ რაღაცნაირად ამოუწურავი თემა არის და ძალიან საინტერესო იმდენად საინტერესოდ საუბრობთ რომ რა ვიცი ანუ არ მომბეზრდებოდა მთელი დღე მართლა ამაზე ლაპარაკი და იმედია რომ ხშირად მოხვალთ ჩვენთან სტუმრად რა ვიცი ძალიან დიდი მადლობა გუგა სიხარულიძე იყო ჩვენი სტუმარი ჩვენ რამდენიმე წუთით უნდა დაგემშვიდობოთ რეკლამა